ეს ბევრად უფრო სერიოზულია, ვიდრე უბრალოდ იმიჯის პრობლემა. გულისხმობ, რომ მე რო პრემიერ-მინისტრი ვიყო, გავათავისუფლებდი. ბენ-გვირი მაშინვე უნდა აიღოს პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები და უთხრას, გათავისუფლებული ხარ. ის ზიანი, რასაც ის აყენებს ისრაელის სახელმწიფოს, დაუჯერებელია, უზარმაზარია. ბენ-გვირზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, მინისტრ ბენ-გვირზე და განსაკუთრებით ევროპაში. ანუ არის ორი ქვეყანა, რომლებიც მართლა არ ვითხოვდი, რომ იცავენ, მაგრამ ზრუნავენ იმაზე, რომ ისრაელი არ იყოს. რომ არ იყოს ხმები ისრაელის წინააღმდეგ, რადგან მათ აქვთ ხმების უმრავლესობა. ეს არის გერმანია და იტალია. და ეს ქმნის დიდ ზიანს ისრაელსა და იტალიას შორის ურთიერთობებში. და ეს ყველაფერი პრაიმერიზებისთვისაა, ეს ყველაფერი არჩევნებისთვისაა, ეს არის საარჩევნო კამპანია, ეს არის TikTok-ის კამპანია. ეს საშინელება. და ეს ნამდვილად აუდიტორია. და აქ ბატონო დანი ვაღიარებ შეცდომას. ეს იმიჯის პრობლემა არ არის, ეს პოლიტიკის საკითხია. მაგრამ შესაძლოა ისრაელის ლიდერები არ ფიქრობენ, ან საკმარისად არ ფიქრობენ. ფაქტია, რომ ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებენ, ან ამბობენ. ყველგან იგზავნება. უნდა იცოდეთ. მე მინისტრი ვარ. არა, მე ვფიქრობ ბენ-გვირი ამას ზედმეტად კარგადაც კი ხვდება. ვფიქრობ ეს ისაა, რაც იაკიმ თქვა. ის კონცენტრირებულია იმაზე, მიიღებს თუ არა მისი პარტია, ვთქვათ, 8 მანდატს თუ 9 მანდატს შემდეგ არჩევნებში და ცდილობს მოიზიდოს ამომრჩევლები, რომლებიც შეიძლება არჩევანს მის პარტიასა და ლიკუდის პარტიას შორის აკეთებდნენ. სხვათა შორის ლიკუდის პარტიაც სარგებლობს ამით პოლიტიკურად. იონათან ნეთანიაჰუ გამოდის, აჩვენებს თავს როგორც სახელმწიფოებრივ საგარეო საქმეთა მინისტრს და ნეთანიაჰუ ასევე ადამიანი, რომელიც პასუხისმგებელია და შეიძლება დაეხმაროს ცენტრისტი ამომრჩევლების გადაბირებაში, რომლებიც არჩევანს ლიკუდსა და ისეთ პარტიებს შორის აკეთებენ, როგორიცაა ბენი განცის პარტია, რომელმაც შეიძლება ზღურბლი გადალახოს, ან თუნდაც ნაფტალი ბენეტის პარტია. ასე რომ პოლიტიკურად ორივე მხარე იგებს, მაგრამ რა თქმა უნდა, დამარცხებული არის ისრაელის სახელმწიფო. სხვათა შორის სულ რამდენიმე წუთის წინ, არავის სხვა თუ არა, ასეთი შეშეშის ელჩი მაიკ ჰაკაბი შეუერთდა უცხოელი ოფიციალური პირების პარადს. ისრაელის სახელმწიფოს დიდი მეგობარი არის ისრაელის სახელმწიფოს დიდი არავინ ვერ დააყენებს ეჭქვეშ მის მემარჯვენე რეპუტაციას. სხვათა შორის მან თქვა, რომ ფლოტილია ბოდიში სულელური ნაბიჯი იყო, ხოლო ბენ-გვირმა ქვეყნის ღირსებას უღალატა. ასე რომ მაიკ ჰაკაბი თავის სახელს ამატებს იმ გრძელ, სულ უფრო მზარდ ევროპული ქვეყნების სიას, რომლებიც ამის წინააღმდეგ გამოდიან. ასე რომ პოლიტიკური შოუ, რომელიც სამწუხაროდ ისრაელისთვის დიპლომატიურადაც ვითარდება. და მაინც თუ ცდილობთ ამას. ინციდენტი როგორც არის არსებობს თუ არა გზა რომ მოიგო ასე ვთქვათ ესეთი სიტუაციები თუ უბრალოდ ზიანის მინიმიზაცია მთავარი და თავიდანვე არ უნდა ეცადოს სარგებლის მაქსიმიზაციას. თუ ფლოტილიაზე ვსაუბრობთ, ეს რეალური პროვოკაცია ისრაელის წინააღმდეგ და არაფერს აკეთებს გარდა პროვოცირების. იცით, ყველაფერი ძალიან ფრთხილად გაკეთდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა ეს ძალიან ფარულად გააკეთეს. მათ შეძლეს ამის გაკეთება მედიის დიდი ყურადღების გარეშე. ყველაფერი ძალიან დახვეწილად გაკეთდა. და უცებ ბენ-გვირი მოდის და იმდენად დიდ მსოფლიოში ამდენ ზიანს იწვევს და მართალი ხარ. ანუ არის ადგილები, სადაც ეს არაფერს ცვრის. გულისხმობ, ყოველთვის არიან კრიტიკოსები ისრაელის მიმართ, მაგრამ არის ადგილები, სადაც ხანდახან სწორედ ამ საკითხების გამო იგებენ ან აგებენ. და როცა ეს ხდება ისრაელის შესახებ არსებულ არასწორ წარმოდგენას ამყარებს სოფლიოში. ამიტომ ყოველთვის უნდა ვიბრძოლოთ ჩვენი იმიჯისთვის. და ეს უზარმაზარ ზიანს აყენებს, რომლის გამოსწორებაც ძალიან რთული იქნება. ამის მიუხედავად, ის ფაქტი, რომ ვიდონ საარმა, განსაკუთრებით, მაგრამ ასევე ბენიამინ ნეთანიაჰუმ და სხვათა შორის იეხიელ ლაიტერმა, ისრაელის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ასე სწრაფად, ასე პირდაპირ და ასე მტკიცედ განაცხადეს, რომ ეს ჩვენი სახელით არ ხდება, ნამდვილად მნიშვნელოვან განცხადებას წარმოადგენს. სხვათა შორის გერმანიის ელჩმა ისრაელში ამას ხურადღება მიაქცია და აღნიშნა, თუ რამდენად ბედნიერი იყო. სხვათა შორის მაიკ ჰაკაბიმაც აღნიშნა ეს თავის ტვიტში, ხაზგასმით აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ისრაელის ოფიციალური პირები ასე სწრაფად და მტკიცედ გამოვიდნენ ამ წინააღმდეგ. და ეს ნამდვილად ეხმარება სულ მცირე ზიანის შეზღუდვას თუ არა მსოფლიოსთვის ისრაელის გადაწყვეტილებების მიღებისა და პოლიტიკის უფრო კომპლექსური მხარის ჩვენებას.